4 წონის მატების და ნუ ხო გუშინ ცოტა გვიან დამეცინა და გვიან გავუყურე 9 საათზე გავუყურე, მაგრამ დღეს ცოტა უფრო ადრე დავიძინე. ნუ ხო ახლა ვაკეთებ ბუტერბროდებს, ჩემი ძმა ჩამოვიდა, მაგიტო არის გვიან რომ დამეცინა. და ხო, ჩემი ძმა და ჩემი ოჯახი, ჩემი და ჩემი ძმა სოფელში ხდნენ. და ახლა რას ვაპირებთ? ნუ ჩემსაც შეა ცოტა მაგასაც საჭიროებს გავუკეთე. წრეები მაგასაპარს, იმიტომ რომ 3 დღე არ გამიპარსია და რეალურ ცხოვრებაში რომ ნახოთ, რაღაც მოხუც კაცი ევანებით. და ხო, ახლა ბუტერბროდები გასცემა და მოცელი ტკივა ისემშია. მაგას გავუკეთე, კატლეტები არ მაქვს, ახლა საღამოსკენ მომიტანენ. და შეიძლება ფანკეიკი გავიკეთო. იმედი ვარჯიშამდე არ გამომწიმებცა. შეიძლება ვარჯიშის მერე შევჭამო. ახლა წვერები გავიბარცე და სულ სხვა ადამიანად ვცნო თავს. არ ვიცი, თქვენზეც ეგრე არის და თქვენ ბიჭები მეცხრათ და გოგოებზე არ ვიცახე. გოგოები არც პასავთ ახლა. ნუ ხო. არ ვიცი თქვენც ეგრე ხართ თუ არა, მაგრამ პირადად მე რა, როდესაც წვერები მაქვს მოშვებული, აი რაღაცა უფრო დეპრესიაში ვარდებისავით, რაღაც არაფრის თავი არ მაქვს, არაფრის ენერგია არ მაქვს და ახლა რომ გავიპარსე და როცა ვიპარსე ხოლმე რა, საერთოდ სახეს სულ სხვა ენერგიაზე მოვდივარ და თითქოს ჩემი დეპრესიაც ქრებაო რა. ნუ არ ვიცი რატო არის ეგრე, მაგრამ დღეს არაფრის თავი არ მქონდა. ყველაფერი მაგრამ ეზარებოდა. ძლივს გავიპარსე სახე. და ახლა სულ ახალ ენერგიაზე ვარ და ერთი სულ მაქვს, როდის შევჭამ და მერე წავალ სავარჯიშოდ. უჩი ზურგის ვარჯიში, საშინელად გამოვიყურებ და მაგარი დავლები. აქ რომ მოვდივდი მაგის გადაღების თავიც არ მქონდა. და ნუ ხო, გვიანი როა მაგის ბრალია რა. აწი ვეცდები კიდევ უფრო ადრე მოვიდე ხოლმე რა და 19 საათამდე არ გამეწევს. ნუ ხო, ახლა დავიბან და მერე სახლში წავალ. ახლა ვბრუნდები სახლში და ყველაფერი კარგად მიდის. ვაკ რა, ტელეფონში რა ცუდად მეჩანს ფეხები არა და ბევრად უფრო დიდი ფეხები მაქვს რა. მე მალე ისევ ფეხების გასაპარსე მაქვს, თორემ ისევ ამოდის ფეხზე თვები. ხო, კიდე იმის თქმა მინდოდა რომ დღეს ერთი ორი ქალი ვნახე, ჩემზე 1.5 სანტიმეტრით მაღალი იყო. აი ხო რა, ამხელა იზდები, რატო იზდებიან ამხელა ქალები? მაგრამ ის დასრულებიერები. მედი ჩემზე მაღლები არ იქნებიან, რომ გავიზდები. ახლა არის დილის 5 საათი, არა 5 საათი გატყუებთ. დილის 9 საათია, 10 საათი იწყება და გავიღვიძე ახლა ადრე როგორც ყოველთვის, ცოტა საჭრელ შევჭამ, დღეს ბიჭები ვაპირებდით, ბიჭები რა მე და დათო ვაპირებდით რომ წავშულიყავით და გვევარჯიშოთ MMA-ზე, მომსამჯერად მართლა, იმიტომ რომ გუშინ მოხდა ისეთი ამბები რომ რავი, საიდან დავიწყო არ ვიცი. ნუ ვეცდები მოკლედ მოვყვე. არის ასეთი ორგანიზაცია TFC ქვია რა და არის MMA ორგანიზაცია. ხო და Instagram-ზე ვნახე რომ მაგათ კონდათ ანუ თუ ბრძოლა გინდოდა რა და დარეგისტრირება თუ გინდოდა ბრძოლად, შეგიძლიათ დარეგისტრირებული და დარეგისტრირებულიყავი. ხო და რატომაც არა მეთქი რა, ანუ მაინც ახლა ჩემი მიზანი არისო, მომავალში ვიბრძოლო UFC-ში. ნუ თუ ყველაფერი კარგად წავიდა. იმიტომ რომ თვალების პრობლემა ხომ აქვს, მე ახლა სათვალის გარშე კარგად ვერ ვიხედები. მე ახლა ჩემს სახელსაც ვერ ხედავ. ხო და ნუ ანუ ცუდად ვხედავ რა, ანუ დილს 154-ში გადავიტანეთო და ნუ ჩხუბის ანუ მობრძოლთა რაღაცებს დავინახავ, ეგ კარგი არის. მაგაზე დიდად ხელს არ შემეშლის. თან ხო, რას ვიძახდი ახლა? შევავსე, ანუ დავრეგისტრირდი ასეთი ისე და ჯერაფერი არ მოუწერიათ, მაგრამ შეიძლება მომწერონ რა და ვფიქრობ რომ 5 ბრძოლა ვიბრძოლო რა. ახლა თუ 5-ვე წავაგე, გამანებებ თავს, ანუ ჩემი სპორტი არ ყოფილა და ანუ სუსტი ყოფილა რა მაგისთვის. თუ 5-დან 3 მოვიგებ, ვფიქრობ ძალიან კაი შედეგი იქნება და გამიხარდება. და თუ 5-დან 5 მოვიგე, რა თქმა უნდა დავჭები ახლა დებილი კი არა. თუ ყოველთვის ვიგებ და ყველაზე ძლიერი ვარ, თან ისე რომ MMA-ში დიდი გამოცდილება არ მქონია. ნუ ჩემი ბაზა მაინც არის ჭიდაობა და კიკბოქსინგი, მიუხედავად იმისა რომ არ მივლია, თუმცა მამა ჩემი და ბაბუა ჩემი მოჭიდავეები იყვნენ და რატომღაც გენეტიკურად კარგად ჭიდაობ რა. ძილს გამომყო მაგათი უნარი. ნუ შეიძლება დიდი ბაბუაც მოჭიდავე იყო, ეგ არ ვიცი უკვე. ეგრე შორს არ წავსულვარ.
ხო და მომიწევს რომ გამოვიდე lightweight-ში. ანუ 70 კილოში. და ალბათ ჯგუფის პერიოდის დროს 74 რო ვარ, ცოტათი მომიწევს ხოლმე წყლის დაკლება რა. და ცოტათი უფრო გამოვშვები და პირიქით ჩემი ფიზიკისთვის უკეთესი იქნება ეგ, იმიტომ რომ 100 კილომდე ასასვლელად ძალიანაც არ მეჩქარება, ცოტათი მაინც ავალ ახლა სუფთა კუნთის მასით. დიდი დრო დამჭირდება რა. თან ახლა კი ვარ 74 კილო, მას სუფთა კუნთის მასით არ ვარ, იმიტომ რომ ანუ ცხიმი მაინც მაქვს რა მუცელზე. და ძალიან მშრალი არ ვარ. მოგეთ ახლა მივდივართ MMA-ზე სავარჯიშოდ, ну ჩემ ძვირადღასთან ერთად გარეთ ვიქნებით, მაგრამ მაინც ალბათ ცოტა კრივს დავამოყვანებ. ან პადებზე დარტყმები, ჭიდაობაზე ეგეთ რაღაცეები რა. ხეუს დექსი ახლა წონის მატების და რა მოხდა და რა გავაკეთე გუშინ მაგას მოგხვევით, იმიტომ რომ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ამოვედი სახში არაფრის თავი არ მქონდა. ვარჯიშეც ვერ წავედი, სიმართლე გითხრათ, ანუ მან ფეხების დღეზე რა. მაგრამ მაინც კაი ვარჯიში გამომივიდა, იმიტომ რომ კარგად ვივარჯიშეთ MMA-ზე ვისპარინგეთ. ჭიდაობა დიდად არ ქონია, იმიტომ რომ ჭიდაობის ადგილი არ იყო მან. მე კიდე რეები გავაკეთეთ, ხო, ანუ პადებზე ვივარჯიში, მაგის გამო ჩემი დატრამბული მხარი. ან მორჩენილი რომ მქონდა დღე ცოტა მტკივა კიდე. და შეიძლება ცოტა ხანი კიდე არ ვივარჯიშ, ხოლმე მაგის გამო MMA-ზე. რაც შეეხება TFC-ზე ჯერ არ მოუწერიათ პასუხი, ანუ მან რეგისტრაციას რო გაივლე, გეუბნებიან, ანუ აწერია მან, რომ ანუ გარანტირებული არაა რომ მოხვდები მან რა. უბრალოდ რეგისტრაციას გადიხარ. მე შეიძლება ამერიკონ არ ვიცი. ახლა ცოტა დაღლილი ვარ. დილის 9 საათია. დაღლილი არა, უფრო ჯერ ენერგიაზე არ ვარ მოსული. ცოტა ფანჯარას გამოვაღებ იქით-აქეთ, წყალი დავლეუბრუსტებით უკვე სახით დავიბანე. ანუ ცოტა შევჭამ რა. ნუ დილით რა გავუღვიძებ, ვაკუუმები გავაკეთე, ვაკუუმი ვინც არის წით არის, აი ეს ნახეთ. ანუ მუცელი უნდა შეიწიო უკან და ეს ათარგეთებს ანუ ძალიან ხმად შიგნით პრესის კუნთებს რა. სწორად არ ვიცი უფრო როგორ ავხსნა ახლა. ChatGPT-ს გიხარით როგორც ყოველთვის ვიძახი ხოლმე. მე მგონი ცოტა ხმა მაქვს შეცვლილი. მაგრამ ეს არ ვიცი რატომ აქვს შეცვლილი. ალბათ ცოტა ხანში ისე გამომისტორდება, იმიტომ რომ ზოგჯერ მემართება ხოლმე ასე ანუ ხმა მეცვლება ან უფრო ან deep voice რა. გაცებული არ ვარ არა და უბრალოდ არ ვიცი რა მაქვს. 1-2-1-2-1-2-1-2 ხო, ანუ ცოტა ხნით ხმა მაქვს შეცვლილი. არ ვიცი. იმედი ასე არ დამრჩება, ან თუ უფრო უკეთესი ხმა მაშინ დამჭეს. რატომაც არა. ხო, ახლა რას ვიზამთ? ახლა უნდა გავაკეთო საჭმელი. საჭმლის გაკეთება ყოველთვის მეზარება, იმიტომ რომ ანუ ხო, ანუ პირველად რაღაც ახალ რეცეპტს რომ მოიგონე, მაშინ ხო ერთი სული გაქვს გააკეთე საჭმელს, მაგრამ მე უფრო ბეზდება რა ყოველ დღე ერთი და იგივე საჭმლის გაკეთება. მაგრამ რას ვიზამთ რა, უნდა გავაკეთო საჭმელი, თუ არ გავაკეთებ, წას ვერ ვუმატებ, ვერც კუნთის მასას ვერ გავიზდი, ამიტომაც ხო. და დედაჩემიც არ ამბობ, მაგას ხო ვერ დაველოდები, თან დედაჩემი უფრო ნელა აკეთებს საჭმელს და ან როგორც მე მინდა ისეც ვერ აკეთებს რა. ამიტომაც ხო. მე თუ არ ვუშველი ჩემ თავს, ყოველი მშვილის. ხაჭაპურები დაუხვედრებიათ აქ ჩემთვის, მაგრამ მე არ მინდა ხაჭაპური ჩემ დროს ვაჭმე. იმიტომ რომ ახლა ხაჭაპური კი მიუყვარს, მაგრამ ხვდებით რა. ძალიან ცხიმიანი არის და ყოველდღე ვერ ვიყვები ეგეთი საჭმელი. ხო, კიდე მზედ. ო, კიდე. ხორცები დაუტოვებიათ, ამას რა თქმა უნდა შევჭამ, იმიტომ რომ ხორცის გარეშე როგორც იცით ვერ ვძლებ და რამდენი ხორციც არ უნდა დამიდონ, მაგას შევჭამ. და ანუ ხო. ახლა გავაკეთებ აქ ბუტერბროდებს, უბრალოდ ტოსტებს, იმიტომ რომ ყველის გამოყენება დღეს არ მინდა. და კატლეტებს ალკე შევწავ რა. ახლა იწყება 19 საათი და ჯერ არ წავსულა ჯიმში, მალე წავალთ ესეთ. იმასე დროს საშინელება ჯიმში წასვლა. ხო და რაც შეეხება კიდე საჭმელს, მაკარონი შევჭამი ახლა, იმიტომ რომ ძალიან მშიოდა და ვერ ვითმენდი რა და ცოტა ხანში ალბათ წავალ ჯიმში და საშინელება იქნება ალბათ, იმიტომ რომ ფეხის ტრენაჟორი ხშირად საღამოსკენ დაკავებულია, იმიტომ რომ
ასეთ დროს დადიან ხოლმე გოგოები რა. ხოდა ხო იცით. ეგ სულფეხი ტრენაჟერებს იყენებენ. მე არაფერი იმედია რომ დღეს გამიმართლებს და ბევრი ხალხი არ იქნება. ნუ არ მგონი ახლა მოსვლამდე ანუ რო წავალ ანუ 8 საათზე ვიდე ვიდეოს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხანი გამოდის უკვე მე 3 დღეა რაც ვიდეო არ დამედია და მე მოვა ალბათ ჯიმიდან რაღაც 21 საათს რაღაც ეგრე რა. მაგის გამო ჯობს სანამ ვაჯიშზე წავალ მანამდე დავდო რა ვიდეო. და მე რამდენიმე დღე, ანუ რამდენიმე დღეში კიდე დავდო ვიდეოს. და ყოველ 2-3 დღეში ხო ვიღებ ხოლმე ვიდეოს ერთად ვკრავ და მე მაგათ ვდებ. და ალბათ ახლა ეგრეც მოვიქცევი რა. იმიტომ რომ ახლა შევჭამ მე ცოტა ხანი წავალ ჯიმში. მე კიდე რომ მოვალ დავლევ რძეს, გავიკეთე პანკეიქებს, ან შეიძლება პანკეიქები არ გავიკეთო, იმიტომ რომ ბევრი ნახშირ წყალი მივიღე, მაგრამ მაინც ხო უნდა გავიკეთო პანკეიქები, იმიტომ რომ ბევრი ცილა აქვს. და 180 გრამ ცილამდე მაინც უნდა მივიღო დღეში. ნუ ხო, ფიქრობ დღეისთვის სულ ეს იყო და შევხვდებით ხვალ ან ზე ან მაგაზე. ნუ ხო, ნახვამდის და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, როგორც იქნა უკვე 20 გამომწერზე ვარ და ახლა უნდა ვიცადოთ რომ ავიდეთ 25-ზე. ხო, დროებით.